მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა მივყვებით ძალიან მაგარ ადგილას, ვართ ზიარის ტბაზე. გვაქვს გადაცემის ჩაწერა. ძალიან მაგარი ამინდია. დაახლოებით 15 წუთია რაც მზე ამოვიდა. ეხლა ვემზადებით ვაწყობთ აღჭურვილობას და ცოტა ხანში უკვე დავიწყებთ თევზაობას. დღეს გადაწყვეტილი მაქვს რომ ვითევზო ფლეტით, ანუ ფიდერით ფლეთ საკვებურაზე. და ვნახოთ რა იქნება როგორი დღე გველის. ვიცით რომ ამ ტბაში ძალიან ბევრი თევზი ბინადრობს, ეს ტბა გახლავთ ხელოვნური და ხელოვნურად ყავთ გაშვებული სხვადასხვა ჯიშის თევზი, რომელსაც დროთა განმავლობაში მოგახსენებთ აუცილებლად. დავიწყოთ მოკლედ. მეგობრებო, ავაწყე აღჭურვილობა რაც საჭიროა თევზაობისთვის, ეხლა გადავალ დასაკვების მომზადებაზე. გაჩვენებთ რა მაქვს დღეისთვის მომზადებული. პირველ რიგში ჯისტრიმის ქართული დასაკვები, პრემიუმი, big fish, ესეთი სახელწოდებით. სხვადასხვა ინგრედიენტები აქვს შემავალი. შემდეგი არის კოპტონის ფქვილი და ბოლოს ეს არის კატო. ამ ყველაფერს ახლა მე წყვილსაცერში გავატარებ, რადგანაც იყოს წყვილი ფრაქცია დასაკვები და მოვზილავ ამ ყველაფერს ერთად. ასევე მაქვს ესეთი არომატიზატორი სითხის სახით, რომელსაც უკვე ზევიდან დავასხავ დამზადებულ ფლეთ საკვებურაზე. შემდეგი არის ესე რომ ვთქვათ მეგამიქსის პლასტილინი, რომელსაც ცალკე გავაკეთებ საკვებურაზე და ვნახოთ რომელი უფრო კარგ შედეგს მოგცემს. ესეთი ქართული პლასტილინი თუ ჩემი გაკეთებული ხელით მომზადებული დასაკვები. მოკლედ დავიწყებთ ახლა შერევას ინგრედიენტების და ვნახოთ რა გამოდის. მეგობრებო, მოვამზადე დასაკვები. დღეს მექნება თევზაობა ფიდერზე, ფლეთ საკვებურაზე. ნახოთ როგორი შედეგიანი დღე გვექნება. სატყუარებს რაც შეეხება მაქვს წითელი ჭია, ბუზის მატლი და ასევე გამოვიყენებ სიმინს. ნახოთ რომელი უფრო კარგ შედეგს მოგცემს და შემდეგ უკვე იმ განხრით წავალ და იმ კონკრეტულ სატყუარზე ვითევზავთ. დავიწყოთ თევზაობა. დიდი გაუფრავს. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მეცედება ჩვენ მშვიდობა. როგორც შვიდობით მოვიდით, სამშვიდობით დაბრუნებული ყავით ოჯახებში. აი ნადავლით, ვისიამოვნოთ, აი პური შევჯამოთ ბუნებაში ამას რაჯობია. ღმერთმა დაგლოცოს ჩვენ და ყველა ბუნების მოყვარული ადამიანი და ყველა სპორტსმენი ადამიანი. საომარს. ხას დიდება ჩვენ მშვიდობა. მერდება ჩვენ მშვიდობა. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. მშვიდობით ჩაგვეტარებინოს დღევანდელი დღე, შევსიამოვნოს. მშვიდობით ჩავსულიყავით სახლში. საომარია. გამოჩდება რა. საზამი. ხო? კარჩხანა. ძალიან კარგი ზომის თან. ესეთი კარგი ზომის კარჩხანა დავიჭირეთ. პირველივე ჩაგდებაზე ესეთი კარგი ზომის კარჩხანა. ძალიან კარგად დაიწყო დღე. ნელა არიჩქარო. ნახოთ რა თევზია, სავარაუდოდ კარჩხანა იქნება, ისე მოდის. კი, კარჩხანა. ჩემო მეგობრებო, აი მაგალითი როგორ არ უნდა მოიღოთ თევზი წყლიდან. აუცილებლად გამოიყენეთ თევზის ამოსაყვანი ბადე და ისე ამოიყვანეთ თევზი. დავიჭირეთ
კაჩხანა. ესეთი ზომის. საკმაოდ კაი ზომის კაჩხანა, ნუ დაახლოებით იქნება 300-400 გრამი დაახლოებით. ჩემი გამოთვლებით. ამით გავუშვათ თევზშესანახმადეში და გავაგზავნოთ თევზაობა. სანამ ველოდებით თევზის ჩარტყმებს, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ზიარის ტბის შესახებ. ზიარის ტბა გახლავთ კერძო ტბა, რომელიც არის ფასიანი. ორი ანკესით თევზაობის ღირებულება გახლავთ 20 ლარი. ხოლო დაჭერილი თევზი კილოგრამი ღირს 10 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის და დიდი ზომის თევზები ყავს ზიარის ტბას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მისაღები და კარგი ფასია. რაც შეეხება თევზის ჯიშებს, აქ ბინადრობს სარკისებური კობრი, საზანი, ამური, ასევე კალმახი, ქორჭილა, ქარიყლაპია. ძალიან ბევრი სახეობის თევზია, რომელზეც შეიძლება ჩამოვიდეს მეთევზე და გაერთოს. რაც შეეხება ტბის ზომას, ტბა გახლავთ 4 ჰექტარზე გაშენებული, საკმაოდ კარგ ადგილას, ბუნებაში, ტყის პირას. ძალიან მარტივი მოსაგნებია, ცენტრალურ გზასთან არის ძალიან ახლოს. ზუსტად დავწერ მისამართს Google-ის მეპის მეშვეობით, თუ როგორ უნდა მოხვიდეთ ზიარის ტბაზე. რაც შეეხება ტბის სიღრმეს, ტბის მაქსიმალური სიღრმე გახლავთ 3-3.5 მეტრი, რაც ასე თუ ისე კარგია. თევზი არის ჯანმრთელი, რადგანაც არის გამდინარე წყალი. ერთ მხარეს შემოედინება და მეორე მხარეს გადის. შესაბამისად, თევზის ასე თუ ისე აქტიურობს. ეხლა არის უკვე დაახლოებით 11 საათი, ცოტა დავაგვიანეთ ჩამოსვლა, თუმცა ორი კარჩხანა უკვე დაუჭირე საკმაოდ მოზრდილი და გავაგზავნოთ თევზაობა. მიზანმიმართულად თევზაობთ, ესე რომ ვთქვათ, დიდ თევზზე, თუმცა კარჩხანამ თავი არ დაგვანება და ორჯერ წამოიგო ჩვენს ნემსკავს. გავაგზავნოთ და ნახოთ რა იქნება. Čo parklze, aj. Idi ki, okej. Bera. Idi ki. Midi ki. ამოყვანე ეცე. Midi. Bera. ავიდე. Midi, შენია. ეგარი. ზიშკორდა. ახლა კამერაში დავაფიქსირებ ეს კამერაში. მოდი აიყვანე. ეს რამდენი იქნება? კილო? ის ნახე ის პატარა. ახლა არ იქნება. კამერა. დაჯდა კიდევ ერთი თევზი. საკმაოდ კარგი ზომის კარჩხანა. ხედო, აბა მაჩვენე კამერაში აზომა. აჰა, ზიარის ტბას ყავს, ესე იგი, კარგი ზომის კარჩხანა. მეგობრებო, გადავწყვიტეთ, რომ დაჭერილი თევზი შევბოლოთ. ეხლა ავანთეთ ცეცხლი. ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი ამზადებს თევზს შესაბოლად. ცოტა ხანში მოგახსენეთ თუ რა არის საჭირო თევზის შესაბოლად, ინგრედიენტებს გულისხმობ და გაჩვენებთ ყველაფერს იმ პროცესს თუ როგორ ხდება შებოლა. მოდით დავიწყოთ. მეგობრებო, მიმდინარეობს მომზადების პროცესი. ნიკოლოზი რეცხავს და ასუფთავებს თევზს. ცეცხლი ცოტა ხანში ჩაიწვება და გვექნება უკვე ნაკურჩხალი. ხედო ემზადება გადასაღებად. თან იმალება და დავიწყებთ უკვე შემდეგ შებოლას თევზის.
მოწყობილობა, შესაბოლოო მოწყობილობა უკვე მზად არის, ნახერხი გვაქვს ჩაყრილი. ნიკოლოზ, შემახსენე ისი ნახერხია? ალუბლის ხის. ალუბლის ხის, რომელიც არომატს მისცემს ჩვენს თევზს. ძალიან მაინტერესებს. არა მარტო გისმენთ? ნახერხი. ანუ კიდევ სხვა ინგრედიენტები გვექნება, ხო? კი და თანმიმდევრობით ყველაფერს გაჩვენებთ. ანუ ნიკოლოზ, სვანური მარილი, ხახვი და ქინწი, ხო? დიახ. ნუ ახლა გემოვნებით არის ვის როგორ უნდა. ანუ ეს მხოლოდ გარედან თუ შიგნიდანაც? შიგნიდან სხვა ჩვენ. ყველაფერი კარგად. ეს წვანილები შავდებთ შიგნით, ამას ნახავთ. ნუ ერთი მზად არის. მეგობრებო, ესე გამოიყურება ჩვენი შესუნელებული თევზი, რომელიც შეუბელავადაც ძალიან გემრიელად გამოიყურება. ხა დავიწყებთ უკვე ხედავთ გადამავლები. ჭალაგებას თევზის მოსამზადებელ შესაბოლოო მოწყობილობაში და მე უკვე დავდგავთ ესეთ ნაკვერჩხალს. ზეგი მეგობრებო, თევზის შესუნელებიდან გავიდა 3 საათი და ეხლა უკვე დავიწყებთ თევზის შებოლვას. ნიკოლოზმა უკვე ჩადგა თევზი. აუ, ძალიან მაგარია. ნახოთ. ერთი სული მაქვს, როდის შეიბოლება ჩვენი თევზი. მეგობრებო, თევზის მომზადების ძირითადი ეტაპი უკვე გავიარეთ. ეხლა უნდა დაველოდოთ დაახლოებით 20-25 წუთი რომ მომზადდეს თევზი და შემდეგ აუცილებლად დავაგემოვნებთ. უკვე მოგშვიდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც თევზაობთ. მინდა შევაჯამო დღე და გითხრათ რომ საკმაოდ კარგი თევზაობა გამოგვივიდა, დავიჭირეთ რამდენიმე საზანი, დავიჭირეთ დიდი რაოდენობით კარჩხანა და საკმაოდ კარგი ზომები. ვფიქრობ რომ შეიძლება აქ ჩამოსვლა, დასვენება, მით უმეტეს რომ ესე იგი როგორც გითხარით, ტბის გარშემო არის ჭრდილი. საკმაოდ სასიამოვნო გარემოა, სისუფთავეა. ამიტომ პრინციპში რა გვჭირდება დასასვენებლად. ძალიან კარგად გამოიყურება. სუნელი აქვს შესანიშნავი, მზად არის ხო ნიკოლოზ? შეგვიძლია გადმოდგათ და გავაციოთ ეს ხო? კარგი გადმოდგათ და გავაციოთ. ძალიან კარგი. ხوار მოგიხმარო ნიკოლოზ. მეგობრებო, გაითვალისწინეთ რომ ძალა ჭირდება ამ ყველაფერს. ოკიშტი, აი ეგეთი რამე კარასე არ მინახავს, ნახე რა ხდება. მართლა? არა, მართლა ეგრე არ მიჭამია რა. საღოლ ნიკოლოზ. თან ცხიმიანი არის კარგი თევზი და კაი. გაწუნებული ვიყავი რა. ამას კალმახი რო შეწვა, კალმახი რა არის, რო შეწვა ეგეც ვერ მიიღებ ვერაფრით. რომ მოხარშო ჩაგეშლება. აუ, ეს რა არის? ოზა გასიძე რა, ნახე. ის რაღაცები რაც შევინთ აქ ის მაგარ გემოსაძლევს კიდე. საღოლ.